თვის ბაგრატის გუმბათზე დღეს ჯვარი აღმართეს. პროცესს ქვეყნის პრეზიდენტი და ქუთათელ-გაენათელის მიტროპოლიტი დაესწრო. ნაკურთხი ჯვარი გუმბათზე რესტავრატორებმა პრეზიდენტთან ერთად აღმართეს. 300 კილოგრამისა და 2 მეტრისა და 14 სანტიმეტრის სიმაღლის ბრინჯაოს ჯვარი არქიტექტორ რესტავრატორ ვანო გრემელაშვილის ნახაზით დამუშავდა. ტაძრის გუმბათის რესტავრაციის შემდეგ ჯვრის აღმართვა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესი იყო. ჯვარი ქუთაისის ყველა ცენტრალური წერტილიდან გამოჩნდება. ჯვრის აღმართვის დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ქუთაისში 17 აგვისტო უქმედ გამოცხადდა. ჯვრის აღმართვის პროცესში დღეს პრეზიდენტი თავად მონაწილეობდა. მიხეილ სააკაშვილი გუმბათზე ავიდა და სიწმინდეს ემთხვია. ჯვრის აღმართვამდე პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის ეზოში შეკრებილ მრევლს მიმართა. ბაგრატის აღდგენა ქვეყნის გაერთიანების დასაწყისია, განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა. მეუფე ჩემო ძვირფასებო, ძვირფასო ქუთაისელებო, ძვირფასო მეუფეებო, დღეს დიდი დღე არის ჩემთვის. ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებაც. იმიტომ რომ ჩემმა დიდმა ბაბუამ, რომელიც გამზარდა, ნიკოლოზ წერეთელმა, მისი მამა იოსები იყო დეკანოზი, საეკლესიო მოსამართლე და დიდხანს მსახურობდა ძალიან ქუთაისში. და ჩემი დიდი ბაბუისგან ბავშვობიდან მახსოვს, რომ მათი ყველაზე დიდი ოცნება იყო ბაგრატის ტაძრის აღდგენა. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის არტილერიამ, სხვა ტაძრებში მათ გადაგუღებეს ჩვენი დაფარეს ჩვენი ფრესკები საღებავით, ხოლო ეს ტაძარი მათ დაანგრიეს არტილერიით. არის დრო ქვების გაბნევის, არის დრო ქვების შეგროვების, შავი ქვების შეგროვების და ჩვენ გვაქვს დრო ახლა საქართველოს აღშენებლობის. ამიტომ მე არ მინდა ბევრი ლაპარაკი, ერთი რამ მინდა უთხრა ყველას, ეს აღშენებლობა ყველას ეკუთვნის. ეს მართლა ჩვენ შევდივართ ოქროს ხანაში, ხალხს ჯერ ძალიან უჭირს, აქ ძალიან უჭირს ქუთაისში ხალხს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა აღვადგინოთ, ყველაფერი უნდა ავაშენოთ. და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის კუთვნილება. მე არ დამიწყე ამ თემის პოლიტიზირება, ვიღაც პოლიტიკოსი რომელიც იცოდა არ უნდა აღდგეს და ყველაფერი თუ კი რამე შენდება აღიზიანებთ. ხალხო რა გაღიზიანებთ? ჯამი გამოწვეს პრეზიდენტებსაც, მთავრობებსაც, ყველასაც. მაგრამ ეს ხო დაგვრჩება. ეს ხო არ ეკუთვნის სრულიად საქართველოს, ეს ეკუთვნის პოლიტიკოს და არაპოლიტიკოს. მორწმუნეს და არამორწმუნესაც კი. იმიტომ რომ ეს არის სრულიად საქართველოს სიმბოლოები, ეს არის ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ბაგრატი და ჩვენ ამ სიმბოლოს ვაღდგენთ, მაგრამ ჩვენ ასევე რა თქმა უნდა აღვადგენთ ერთიან საქართველოს. ეს არის ამის მხოლოდ საწინდარი. ამიტომ კარგი საქმეა ამ სამსახურში ყოფნა, სადაც მე ვარ, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია იმ სურვილების ასრულება, იმ ჩვენი ოცნებების ასრულება, რომელიც ბავშვობიდან გვაქვს, რომელიც ყველას აგვაქვს. რომელიც ყველას გონია რომ ასე უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა არ ყოფილა მხოლოდ ჩემი ოცნება, ეს იყო თითოეული თქვენგანის ალბათ ვინც აქ გარშემო ცხოვრობს, ვინც ყოველდღე დადიოდა ქუთაისში და ამ სილამაზეს უყურებდა. ეს ვერ შეძლეს ვერ ძველ მთავრობებმა, კომუნისტების დროს იყო მცდელობები, მაგრამ გააჩერეს
მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ საქართველოში. აი ეს არის თელი ხიბლი თავისუფლების. რაც სწრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია. და ჩვენ სიყვარულით ავაშენებთ თელ საქართველოს. ეს ერთი და სხვა მრავალი ჩემო მეგობრებო. მე მინდა მეუფეს უთხრა ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა მისი უწმინდესობის კურთხევით და მეუფის ყოველდღიური ზრუნვით მიმდინარეობს ეს სამუშაოები და ყველა არქიტექტორს შენებას ველა უთხრა დიდი მადლობა. ჩვენ დღეს აღვმართავთ ჯვარს და ამის შემდეგ რამდენიმე დღეში ტაძარი საბოლოოდ დასრულდება და მიიღებს თავის პირვანდელ სახეს. დიდი დღეა ქუთაისისთვის, დიდი დღეა სრულიად საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ გუშინ მაგალითად გავხსენით დიდებული ახალი კომპლექსი რაბატში, რომელიც არის ძველი სარგენლის მართლა საოცრება, გეგონება რუსთაველის სამყაროში მეგონა ისევ თავი. ჩვენ ახლა ვაგდეთ ბაგრატს, უახლოეს დღეებში გავხსნით აღდგენილ ფოთის ტაძარს. მესტიაში ხსნით ახალ მუზეუმს და მესტიის სცენსლიანად ახლებურს. და ასე უახლოეს დღეებში იწყება ლაზიკას მშენებლობა, სადაც ჩვენ ასევე ავაშენებთ ბანის ჩვენი განადგურებული ძეგლის დიდი ქრისტიანული სიწმინდის ასლს. და ესეც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისა, რომ საქართველოს იაროს წინ. მინდა ყველას მოგესალმოთ და მინდა მე თვითონ თქვენის ნებართვით, თქვენი სახელით, თქვენის ხარდაჭერით და მეუფის კურთხევით მივიღო მონაწილეობა ზემოთავიდე გუმბათზე. მე მინდა ერთი რამ გითხრათ. ადიოდნენ მთავრობის წევრები ძველ დროში გუმბათებზე, რათა ჯვარი ჩამოეგდოთ. ადიოდნენ რაიკომის დივნები, ცეკას დივნები, კომკავშირლები, ზოგიერთი ეხაც მოიწევს უკან. რომ ჯვრები გაენადგურებით, ეკლესიები დაენგრიათ, გუმბათები მოესპოთ. დღეს დამოუკიდება საქართველოში. ყველა ჩვენი მოვალეობა და მათ შორის მთავრობის შენება. და ეს არ მხოლოდ მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივია. მთავრობის ნებისმიერი ხელმძღვანელისთვის იყოს ის, ვინც უკან დააბრუნებს ჯვარს ბაგრატის დიდებულ ტაძარზე. ამიტომ მე ამას გავაკეთებ თქვენის ნებართვით. მადლობა. Через таможенный груз и нас очень хорошо приняли. Ну, так, конечно. Сейчас будем поехать в Тбилиси, потом дальше. Обязательно, даже у Изахалцихи, я бы вчера открылись. Хорошо. Это приятно. Это наша моя внучка. Привет.